ტექნიკა იგივეა, უბრალოდ რა განსაზღვროთ, იცი? იქ ხა გარეთ, ან უკბილო ყბა მაქვს. ხო, და გარედან ჭირდება. ნახე, უყურებ ადამიანს ეს ხვრელი არ ჩანს. აი აქ აუცილებლად კარგად გამოგადგება, მე რო გასწავლეთ, გუგაზე დაშვებული რა ხაზი ვერტიკალური, ოღონდ პირდაპირ იმზერა. გუგა პირდაპირ მიმართული უნდა იყოს. ქვედა კიდიდან გადავზუმავ 12 მმ-ს, გავატარებ ამ ხაზს, ხო სწორი ვარ, ეს ვერტიკალური ხაზი მაქვს. დავიჭირე ახლა ეს თითით ესე დავაფიქსირე ეს წერტილი წინასწარ. აქ უნდა იყოს ხვრელი. ტექნიკა იგივეა. მისგან ოდნავ 9 სანტიმეტრით უკან და ზევით გავაკეთე ჩხლეტა. გავჩქლდე კანი რბილი ქსოვილები, ყველა რბილი ქსოვილი დაახლოებით 0,5-ზე მაინც შევედი. რას შევეხე? ძვალს. დავიწყე დახურა 0,5 მილილიტრი დავუყვა და იგივე მიმართულებით მივდივარ. ზევიდან ქვევით, უკანიდან წინ, გარედან შიგნით და ვეძებ ამ ხვრელს. ზუსტად აქაც ძვალზე მიცოცავ. ოღონდ გარედან ჩავარდება ნემსისვერი, რეაქცია ისედაც აქვს და შენც იგრძნობ, ზუსტად იგივეა, ისევ შევალ 2 მმ-ზე, 2 მმ-ზე შევალ და დავღვრე 0,5 მილილიტრ ანესთეტიკს. ზუსტად იგივეა. გასაგებია ბავშვებო. ეხა ერთი რაღაცა, რასაც მინდა თქვენ ყურადღება მიაქციოთ. თუ თქვენ წახვედით, გინდ გარედან აკეთებ, გინდ შიგნიდან ჩხლეტის წერტილი სწორად აიღე, ყველაფერი მიმართულება მივდივარ, აი აქ მივედი, ხვრელთან ვარ და ხვრელში, აი უკვე ხვრელში მოხდა ნემსისწვერი. მაგრამ არ შევალ შიგნით, თქვათ 0,3-0,5 სანტიმეტრზე. აქ დავუყარე. გაუტკივარდება მარტო ქვედა ტუჩი და ნიკაპის კანი. მიხვდით? აი ეს კბილები არა, არც პრემოლარები და არც საჭრელები. საჭრელები ისედაც ცოტა სუსტია ამ ანესთეზიის დროს, მაგრამ ესე იგი მარტო ნიკაპზე კანი გაქვს გაუტკივარებული და ქვედა ტუჩი. თვითონ ეს კბილები არა. იცით რატო? იმიტომ რომ აი ამ ქვედა ალვეოლურ ნერვს, რომელსაც ეს ნიკაპის ნერვი გამოეყო, ის გაგრძელება. ასევე გამოეყოფა ერთი პატარა ტოტი, მას ქვია საჭრელი ნერვი. და აი ამ ძვლის სისქეში, ძვალშია. ამიტომ აქ თუ არ შეხვალ 3-5 მმ-ზე ის ნერვი არ ითიშება და ზუსტად ის ნერვი უკეთებს თვითონ კბილებს ინერვაციას. გასაგებია? თქვენ საჭრელი ნერვი კიდე სად შეგხვდათ? იმასაც საჭრელი ნერვი ქვია, ან ცხვირსასის. და რა ვიცი რატომღაც ამასაც, რატო იცი საჭრელებთან კავშირშია. ანუ, ესე იგი, მენტალურ ხვრელთან თუ დაღვრი, ან მარტო ხვრელში რომ მოხდება ნემსისწვერი, კბილები არ ითიშება. რატო? რა არ გაითიშა? საჭრელი ნერვი. ამიტომ უნდა შეხვიდე, რამდენზე აი? 3-5 მმ-ზე, რო ის საჭრელი ნერვი გათიშო, იმიტომ რომ უფრო ხვრელზე უფრო ღრმად არის ძვლის სისქეში ეს პატარა ტოტი. გასაგებია, ხო? ანუ თქვენ თუ ამ ანესთეზიას გააკეთებთ და ნახე რომ პაციენტს მარტო ტუჩი დაუბუშდა ქვედა იმ მხარეს და ნიკაპი და კბილებზე ხელს ვერ აკარებ, მიხვდი რომ ესე იგი ხვრელში სიღრმე დაგაკლდა, არ შეხვედი 3-5 მმ-ზე. გასაგებია, ხო ბავშვი? თორე ახლა რამე საგანგაშო, სხვა არაფერი არ დაემართება. კარგით. გაუტკივარების ზონდა ვიცით, კიდე გარედან გააკეთე, კიდე შიგნიდან გახლავთ იგივე. გავიგეთ? დიახ. აბა რა ხდება? გადამღები სულ რა ხდება?